ნინო კაპანაძე, აპლოდისმენტები. და არ თავდება საჩუქრები ნიკოლოზისკენ რატომ გაც? არა, მეზიდია თუ? როგორ მეუბნა რა? თუ უკან მიგაქვთ არ იმუშავა. უბრალოდ სკამი ვთხოვე და. სკამი? თუ შეიძლება სტუდიაში სკამი. ჰობი ქონიათ წარბების ხამხამი. მართალია? ანუ რაღაც განსაკუთრებულად ახამხამებ? არა, გაი, ცუდი არ არის. კი. კარგია, საყოველთაოდ ფუმფულა რა არის? საყოველთაოდ გიწევთ ფუმფულა. ფუმფულა ყველაფერი საყვარელია. რაც ფუმფულა ყველაფერი საყვარელი, კი ბატონო. და რო ყვები მე ორი სპილო მყავს სახლში. ორი ფუმფულა, სპილო. საყვარელი კერძი გაქვთ ვარცხობილა, ეს შეცდომა არის თუ ვარცხობილა? არა, ახალი წვლიანი ორცხობილა იგივე. წვლიანი ვარცხობილი. კი ბატონო. და მოგების შემთხვევაში გამოგებთ რაშიც მეყოფა გასაკეთებელი კიდევ ბევრი ნაციონალი ხო? არა. იგი ნაციონალი ყოფილა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი უწერიოდა ახლა. რა იგი? მომკალთო. არა, გასაკეთებელი მართლაც კიდევ ბევრია და გასაცინებელი, საბა? გისმენთ მას. დავიწყოთ. შეგვიძლია და ერთი წუთით. დიახ, არა, შესაძლოა შეგვიძლია გავაკეთოთ. უბრალოდ ჩვენ ამით დავადასტურებთ, რომ ჟიური მზად არის მოგისმენთ. მზად არის. გავაკეთებ პირველ ნომრად შემოგთავაზებთ წამყვანის პაროდიას. ბატონი გიორგი ვარდოსანიძის პაროდიას. ესე იგი წინასწარ გამეცნო. შენ ცხოვრებაში პირველად აკეთებენ შენზე პაროდიას. მოვიდნენ, შენამდეც, ხედავ? მოვიდნენ. ჩართეთ კამერა, ჩართულია ეს ხო კამერის ხო გადაცემა. მაშინ მზად ვართ? დიახ. 3 2 1 ასე იგი რა ხდება ჩემო დაიანინოია გიხსნი თამაში წესებს გოგო პირველი წუთის შემდეგ შენ შეგიძლია მოიგო 50 ლარი მეორე წუთის შემდეგ 100 მესამე 200 მესამე მეოთხე 300 ვაი ოდი აჯობი არა 50 ლარი მოიგო ერთი წუთით შეიძლება არა შენ ეგეც იწყვირი თუ მაგარ ვიცოდი ცინციმა და წითელი. არა, ცხვირი გიწიწდება, კი, შეიძლება გაგიწიწდეს, მაგრამ ასე ვაჩვენეთ მე რაღაცე. ამ დროს რას გეუბნები ახლა მე? შენ რო ცინციმა და წითელი ცხვირი მაგ არა. წითელი ცხვირი ნამდვილად არ გეს. ცინციმა კი. ცინციმა კი ბატონო, წითელია. ნუ რა, პაროდია რა შემთხვევაში არ ვიცი რამდენად პაროდია გიორგის. პაროდია გავიცინეთ ფაქტ. უცხო ვერ მიცნობდა ყოველ შემთხვევაში. უნდა ჩემი მიცნო. პაროდია იქნება ალბათ და ხორთუმსა მოიღეთ. უთიდან. ნინო 50 ლარი შენია. გადაგარჩნია რომ ასხე ჩემ ცხვირს და ჩამოსცხე და გაჩერდა და აი აქ კარგი იყო ვაგზელებთ ალბათ. დიახ. დიახ. მაშინ 3 2 1 ტკბილის სიდადრის სიმღერა სიძეზე პატარა ძეულის ციხესა გამოუთხრიან ძირსაო მეორეს ვერ სადიპოვიდი ჩემს სიცენაირი ვირსაო გენა ძოლე მიხაკო თამა და ქორწილში ნოცავს ნეფე პატარძას განსხვავებული სასმისით ღმერთმა იგრია გაშენოთ რავაც სასმისი განსხვავებული ეს ჩემი კარგია არის განსხვავებული ქაღალდით ულაშ მიწებებულით თქვენ მოიგეთ 100 ლარი აპლოდისმენტები გასვალებია შემოვარია ეხლა რამდენ უცნაური უცად სამოიღებს იმდენ ფულები გავიდეს თუ რა ხდება ახიდან გამიგვირდება სად ვართ არა ერთი წუთით რაღაც დაცვა ხო გაჩხრიკა რითი შემოვიდა აი რაღაცა ხდება ჩავხოთ დრო თუ შეიძლება რაღაცა ჩავთო 3 2 1 მოხუცი დედა რავა 1-2 ჩანან კაცო მოხუცი კაცი ნიშნობაში მივიდა და შორიდან დაიწყო სიმღერა ვიშია ვიშია ხალი ლამაჟი ეჰე გამოვიდა სადამთილო გამაიყვანა პატარძალი დაატრიალა დგიო ჰაი ო და ამ კაცხვენზე მეხიკი დაკაცხვენ და დაკაკოფზე მაგერანა თავზე ლამაზი ხალია ესაო ან ესაა ლამაზი ხალიო ერთმა მელოტმა კაცმა ლამაზ ხალს მისწერა წერილი ლამზი ოღონდა ჩემი გახდი და იგერეშა გინახა რა ვარდი ჩემი მელოტა თავსაო ამ ხანა მოსწერა ჟეზა ცოდაო შენ მაგ თავზე ანდღულაზე კი არა ხარ ერთი ღერით მოვერ შაგინახავს გაგიქაჩლებია და მე შამინახამო
ო ნიკოლა შენიღები ბიჭო რა გაზარდა ასე დიდი ეგ რო ნესვი ყოფილიყო ორშაურად გავყიდიდით თუ რა ფულს ვიშოვიდი არ უთვლით ამ ღიმილს რა ხდება აქ მოპატიეთ პანიკაში ვარ მე თვითონ რა ხდებოდა ეხლა დრო დამთავრდა მართლა ძალიან გული დაწყდა რა ხდებოდა ამიხსენით მე რა ხდებოდა ეხლა რასთან დაკავშირებით? გაოგნებულის რასთან დაკავშირებით ვიძახი. არა, მე ველოდებოდი გაოგნებულ რაღაცა საკითხებს შოუს ველოდებოდი ველოდებოდი ბოლოს. თუ რაღაცა ცეცხლები ამოვიდოდა იქიდან და ეს მე ვერ მივხვდი, როდის დაიწყო ერთი ისტორია, როდის დამთავრდა. ისტორია, რომელიც დაიწყო მე მივხვდი, კაცო, მე მაგას ვერ მივხვდი. მე რა. ანუ ბაბუა გავიგე? ღიბიო. ვიშა, გავიგე? ღიბიო რო იყო თქვა, მაგის წინ იყო თმებზე. და მაგის მერე იყო არაბიძეს და მაგის წინ იყო ისო კაციო ლექს გამოვიდა მოხუცი კაცი რო იყო. ერთწუ თუ შეიძლება მე თქვა ეგრე. მე ჩავწამი თუ შეიძლება. რა ვიცი, მე ნიოს მინდა უთხრა რომ მეც მიშას თქვის არ იყოს ველოდებოდი რომ რაღაც უფრო ამ რეკვიზიტებს უფრო რაღაცნაირად გამოვიყენებდით უფრო უკეთესი ფორმით რა. ჩემი აზრით. თუმცა გელოდებით მომავალშიც და იმედია უფრო ძალიან ენერგიული გოგოა არ შემიძლია არა რა თქმა უნდა და აქვს ნიჭი აშკარა. ძალიან დიდი მადლობა ნინო რომ მოხვედი არა უშავს შენ გულადახსეს შემდეგში გელოდებით ეს მე აუცილებლად. აკონცრეტები გავუსიო.